ეხლა კი ყველა უახლესი პოლიტიკური მოვლენის შესახებ. სასიამოვნოა სტუდიაში მივიღოთ ჩვენი უფროსი კორესპონდენტი ოვენ ალტმანი და მინდა დავიწყო მიმდინარე ამბით, რომელიც ნამდვილად დიდ გამოხმაურებას იწვევს აქ ისრაელში. მთავრობა შესაძლოა გადაწყვეტეს, რომ არ დაემორჩილოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას. Თუ ეს მართალია, ნამდვილად უპრეცედენტოა. რა ხდება ახლა? მოგვიყევი მეტი. Დიდი ამბავია აქ ისრაელში ბენიტამ 5-დან 3-მა საღამოს საინფორმაციო გამოშვებამ ეს მთავარი ამბად გამოაცხადა და ისრაელში დიდ ყურადღებას იპყრობს. დეტალებში ზედმეტად არ შევალ, მაგრამ ძირითადი ფაქტები ასეთია. მთავარი დავის საგანი მედიის მარეგულირებელია. აქვს თუ არა მას ფორუმი, ან არ აქვს კვორუმი. უზენაესი სასამართლო ამბობს, რომ მარეგულირებელი ორგანო მაინც უნდა ფუნქციონირებდეს და ვალდებულია ასე მოიქცეს. მთავრობა კი აცხადებს, რომ მას ფუნქციონირება არ შეუძლია და არ უნდა იმოქმედოს. და მთავარი კითხვაა, ეს მარეგულირებელი, ეს საბჭო, ვის უნდა მოусმინოს? მათ სასამართლოს უნდა მოусმინონ თუ მთავრობას? სწორედ ამიტომ არის ეს კონსტიტუციური კრიზისი. ბენიტა, შეგიძლიათ წარმოვიდგინო, რომ მსგავსი კრიზისები სხვა დემოკრატიებშიც ხდება და მართლაც მომხდარა. რატომ არის ეს ასეთი დიდი ამბავი ისრაელში? იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში სასამართლოს, განსაკუთრებით კი უზენაეს სასამართლოს, ისრაელის მემარჯვენეებიდან და მემარჯვენე მთავრობებიდანაც კი ძალიან მკაცრად აკრიტიკებდნენ მთავრობებს, აქამდე არ ქონდათ გადალახული ეს ზღვარი და არ უთქვამთ, რომ სასამართლოს არ მოусმენდნენ. მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ბოლო საათის განმავლობაში ამ მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი ამას ნამდვილად არ გააკეთებენ. კაბინეტის ბიუანი გამოვიდა განმარტებით და თქვა: "მოიცადეთ ერთი წამით, ჩვენი იუსტიციის მინისტრისა და კომუნიკაციების მინისტრის განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სასამართლოს არ მოусმენთ." ის უბრალოდ მკაცრ კრიტიკას გამოხატავს სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ. ანუ მე ეს შესაბამისი პუნქტი 3-ჯერ 4-ჯერ წავიკითხე. ჩემი წაკითხვის მიხედვით შეიძლება ორნაირად წაიკითხო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კაბინეტის მდივანმა, რომელიც მთავრობას წარმოადგენს, თუნდაც იყოს პოლიტიკური დანიშნული და საჯარო მოხელე, მაგრამ არა არჩეული თანამდებობის პირი, გააკეთა ასეთი მნიშვნელოვანი განცხადება. რაც არ უნდა იყოს, ამან ისრაელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მათ შორის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგმაც დღეს ადრე გააკეთა განცხადება, სადაც თქვა, რომ ეს არის წითელი ხაზი მთავრობისთვის. არა მხოლოდ მკაცრად გააკრიტიკოს უზენაესი სასამართლო, არამედ ფაქტობრივად არ დაემორჩილოს მის გადაწყვეტილებას. საბოლოო ჯამში ბენიტა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი. მართლა გვაქვს ისეთი სიტუაცია, როცა სასამართლო რეგულატორს ეუბნება, რომ შეიკრიბოს, მთავრობა კი ეუბნება, რომ არ შეიკრიბოს და რეგულატორს არჩევანის გაკეთება უწევს, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს ერთგვარი საკონსტიტუციო კრიზისი. თუ ეს უბრალოდ ბევრი ხმაური და ემციური და ემოცია, რაც საბოლოოდ არაფერს გამოიწვევს. მაგრამ ეს ისრაელის პოლიტიკური სცენისა და არჩევნების დიდი ნაწილია. ჩვენ ადრეც ვისაუბრია იმაზე, რომ მსგავსი საკითხები, მიუხედავად ყველაფრისა, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ მოხდა, შეიძლება სწორედ ასეთი საკითხები აღმოჩნდეს საარჩევნო კამპანიის ცენტრში. და დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ბენიტა თითქმის მიუხედავად იმისა, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, მნიშვნელოვანი შეხსენება. რატომ? ესეთი საქმე ნამდვილად აურევს ყველაფერს არჩევნების წინ, როგორც უკვე რამდენიმე კვირა ვსაუბრობთ. ჩვენ ეხლახან მოვისმინეთ ანგარიში გადი აიზენკოტთან, ამ კაცს ყველაზე დიდ კონკურენტად მიიჩნევენ ამ ეტაპზე. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, რამდენად უნდა ხელავდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. და რა არის ზუსტად ის, რასაც აიზენკოტი ეხლა სთავაზობს საზოგადოებას, რამაც ესეთი დიდი ყურადღება მიიპყრო. მეორე კითხვა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ბენიტა. პირველ რიგში მადლობა ჩვენს კოლეგას შაი ისრაელს, ჩვენი პარტნიორი ჰებრაული არხიდან ამ რეპორტაჟისთვის. თუნდაც მას ქონოდა ნაცნობი ხმა, როგორც თქვენ მოისმინეთ, ნამდვილად ვერ მივითვისებ ამაში დამსახურებას. ნახეთ, გადი აიზენკოტმა გარკვეული კონტრასტი შექმნა ნეთანიაჰუსთან. ჩვენ ნახეთ იგი იმ რეპორტაჟში, ჩვენი პარტნიორი ჰებრაული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში. ცოტა არეული იერი ქონდა. აშკარა კონტრასტი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომელიც ყოველთვის ძალიან მოწესრიგებულად გამოიყურება. და ბევრი ისრაელელი იზიდავს ეს. ვიღაცა, ვისაც აქვს უბრალო ადამიანური იერი და თავდაბლობა. და ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ კამერების წინ, არამედ გულისებს მიღმაცავს. თავდაბლობა არ არის ნეთანიაჰუს ერთ-ერთი ძლიერი მხარე. რა თქმა უნდა, ნეთანიაჰუს სხვა ძლიერი თვისებებიც აქვს. გადი აიზენკოტიც ისრაელის სამხედრო ძალების ყოფილი გენერალური შტაბის უფროსია. ამიტომაც მას აქვს რეალური უსაფრთხოების გამოცდილება 7 ოქტომბრის შემდგომ სამყაროში. ბენიტა, თუნდაც ეს საკითხები არ იყოს არჩევნების გადამწყვეტი და თუნდაც უსაფრთხოების გამოცდილება საკმარისი არ იყოს, შესაძლოა მაინც აუცილებელია. რაც შეეხება ნეთანიაჰუს, მან ხშირად განაცხადა წარსულში, რომ არ ანაღლებს როგორ იყოფს მემარცხენეთა ხმებს. და ამჟამად ყურადღება ნაკლებად არის აიზენკოტსა და ნეთანიაჰუს შორის ბრძოლაზე და უფრო მეტად აიზენკოტსა და ბენეტს შორის ბრძოლაზე, თუ ვინ იქნება ნაფტალი ბენეტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მათგან რომელი, ბენეტი თუ აიზენკოტი, იქნება ნეთანიაჰუს მთავარი კონკურენტი. ბენეტი უბრალოდ დაეცა რეიტინგებში იმავე დროს, როცა აიზენკოტმა მკვეთრად აიწია. ჩვენი პარტნიორი ებრაულენოვანი არხის ბოლო გამოკითხვა მაჩვენა, რომ გადი აიზენკოტის პარტიას დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ეკნებოდა 20 მანდატი, ხოლო ბენეტს 11.
სვათაშორის სულ ახლახან ბოლო საათში ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანის გამოფითხვამ აიზენკოტის პარტიას 23 მანდატი მისცა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ლიკუდს გაუთანაბრდნენ. ბენიამინ ნეთანიაუს ლიკუდსაც 23 მანდატი აქვს. როგორც არ უნდა იყოს, ამ ეტაპზე ყურადღების ცენტრშია ეგრეთ წოდებულ რბოლა აიზენკოტსა და ბენეტს შორის. და აიზენკოტმა ყველა გამოკითხვაში აშკარა ლიდერობა მოიპოვა. მაგრამ კითხვა ასეთია, ბენიტა, ამერიკული ტერმინის გამოყენებით, მას საფუძვლიანად შეამოწმეს. თუ ჩვენ ვიხილავთ ამერიკული სტილის აღმავლობის მკაცვის საჯარო შემოწმებისა და დაცემის ციკლს, გადი აიზენკოტისთვის, როცა მედია და მისი პოლიტიკური ოპონენტები მეტ ყურადღებას მიაქცევენ მას. შეძლებს ის ასეთ მკაცრ საჯარო შემოწმებას გაუძლოს. რა თქმა უნდა, მომდევნო თვეებში ბევრი რამ შეიძლება განვითარდეს, მაგრამ კიდევ ერთი სახელი, რომელიც დღეს ლიკუდზე საუბრისას სათაურებში მოხვდა, იული ედელშტეინი, ამ პარტიის ვეტერანი, ხსნის, რადომ გადაწყვიტა წასვლა. ამბობს, რომ დარჩენა მისი პრინციპების ღალატი იქნებოდა და ასევე მიანიშნებს ახალი პოლიტიკური გზის გაკაფვაზე. რა თქმა უნდა, საინტერესოა ესეთი განწყობის გაზიარება ესეთ დროს. რას ფიქრობთ იმაზე, რაც იული ედელშტეინისგან მოვისმინეთ? ეს ეხება ედელშტეინს, ბენიტა, მაგრამ ეს უფრო დიდი ამბავია. ეს ეხება პოტენციურ ამომრჩევლებს. ისრაელის საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელიც საკუთარ თავს მემარჯვენედ მიიჩნევს, მაგრამ არ მოსწონს გარკვეული მოვლენები, რაც ამ მთავრობაში მოხდა. საკითხი ეხება ულტრაორთოდოქსული ხარედი იეშივა სტუდენტების გაწვევის არქონას, ასევე ზოგიერთი ლიკუდის პარლამენტარისა და მინისტრის სტილს, რომლებიც ხშირად ყვირიან და ხმამაღლა საუბრობენ. საზოგადოება ამას ასე აღიქვამს და ეს მათ არ მოსწონთ. ამავე დროს მათ არ სურთ ოპოზიციისთვის ხმის მიცემა. ედელშტეინი და არა მხოლოდ ის ცდილობენ მათ პოლიტიკური სივრცე შეუქმნან. რაც შეეხება ედელშტეინს პირადად, რომელიც შესაძლოა ჩვენი ზოგიერთი მაყურებლისთვის ნაცნობი სახეა, ამას ვითხოვდი. ვფიქრობ, ვინც მასთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ესაუბრა, მიიღეთ და მკაფიო შთაბეჭდილებას, რომ თუნდაც ორ გზას შორის არჩევანს აკეთებდა, ეს იყო ის გზა, რომელსაც აირჩევდა. 23 წლის შემდეგ ლიკუდის დატოვება და საკუთარი კანდიდატურის გამოყენება, რომ ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ყოფილიყო. და ბევრი ადამიანი, ვინც ცდილობს სწორედ იმ ისრაელ ამომრჩეველთა ბლოკის მხარდაჭერა მოიპოვოს, ბენიტა, მემარჯვენეების, რომლებიც კოალიციას სულაც არ უჭერენ მხარს და პოლიტიკურად საკუთარ წარმომადგენელს ვერ ხედავენ. ედელშტეინი და არა მხოლოდ ის, ცდილობენ მათ პოლიტიკური სივრცე შეუქმნან და ეს ჯგუფი მნიშვნელოვანია. ამაზე მომავალ რამდენიმე თვეში ვისაუბრებთ, რადგან ეს არის ეგრეთ წოდებული მერყევი ამომრჩევლების ჯგუფი, რომელიც შეიძლება არჩევნების ბედი გადაწყვიტოს.